ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ჟურნალისტებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ფოთის ოფისში შეხვდა. მან იმ ახალ პროექტზე ისაუბრა, რომელსაც ცენტრი სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს. ორგანიზაციის ეგიდით საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ფოთში კვლევა ჩატარდა. გამოიკითხნენ მოქალაქეები. უპირველეს ყოვლისა თუ რაოდენ რამხელა არის მითი თვიური შემოსავალი, რამდენი არის ოჯახის შემოადგენლობა, რას ხარჯავენ ტანისამოსზე, რას ხარჯავენ რეალურად მედიკამენტებზე, რამდენია მგზავრობის ესე ვთქვათ საფასური და ამისთვის რამდენია მაგათი საოჯახო ბიუჯეტიდან კონკრეტულად პიროვნება რამდენს ხარჯავს თვის განმავლობაში, ეს არის ძირითადი იმ კითხვის შემადგენლობაში მყოფი კითხვები, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი სამეგრელოს მასშტაბით არ ყოფილა აქამდე ჩართული საარსებო მინიმუმში ის ცენტრალური ბაზარი, საიდანაც ასე ვთქვათ შემდგომ დგება საარსებო მინიმუმი. სამეგრელოს რეგიონი საერთოდ საარსებო მინიმუმის კვლევაში არ ფიგურირებდა და ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტის განცხადებით, კვლევის შედეგების პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით შედეგები საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.